არსებობს ვერსიები, რომ იგი გაგიჟდა, არსებობს ვერსიები, რომ მას ძალით დაუნიშნეს ფსიქიატრიული მკურნალობა და იძულებით განათავსეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. საბჭოთა რეპრესიების შედეგად, თუმცაღა, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ტერენტი გრანელი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ქართული პოეზიისა და ლიტერატურისთვის. მე მისი ისტორიის თავიდან მოყოლას არ დავიწყებ, რამე თუ ბევრი ვიდეო მაქვს ტერენტიზე ჩაწერილი, ასევე მისი ცხოვრებიდან ეპიზოდები, გალაქტიონის მეგობრობიდან ეპიზოდები და ასე შემდეგ. აქ მისი დაკრძალვის ადგილის საჩვენებლად მოვედი დიდობის პანთეონში და მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ, რომ ის არის ჩემი საყვარელი პოეტი. ერთ დღესაც კი დავიბადეთ 3 იუნის, არსებობს ამაზეც ვერსიები, რა თქმა უნდა, რომ იგი არის დაბადებული ნოემბერში, თუმცა მე დაბადების მოწმობა მაქვს ნანახი და იქ 3 ივნისი წერია და მინდა რომ ესე მჯეროდეს. როდესაც საქართველო გაწითლდა, ანუ საბჭოური რეჟიმი როდესაც იყო, ტერენტის არც ერთი პრორეჟიმისტული ლექსი არ დაუწერია. პირიქით აქტიურად აკრიტიკებდა რეჟიმს და გახდა მისი მსხვერპლი. მან სტალინის დიქტატორიც კი უწოდა და მოკლედ აქტიურად ებრძოდა საბჭოურ ხელისუფლებას. ვიდრე შემდეგ პოეტებზე გადავიდოდეთ, გამოიწერეთ ჩემი TikTok არხი, დაალაიქეთ და დაარეპოსტეთ ვიდეო და რა თქმა უნდა გახსოვდეთ. პოეზია უპირველეს ყოვლისა.